ყველაზე გამორჩეული ახალი წელი საქართველოსთვის 2025 წლის პირველ წუთებს საქართველოს მოსახლეობა ღია ცის ქვეშ ერთად შეხვდება. რუსთაველის გამზირზე ყველაზე ხანგრძლივი და უწყვეტი პროტესტი დღეს ჯადოსნურ საახალწლო ღამედ გადაიქცევა, რომლის კულმინაციაც ბუნებრივია 12 საათზე იქნება. ახალი წლის პირველივე წუთებზე 34 დღიანი პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს სალომე ზურაბიშვილი. სწორედ ხალხთან ერთად ქუჩაში გამართულ საახალწლო დღესასწაულზე შეხვდება 2025 წელს. რუსთაველის გამზირზე გაიშლება დიდი სუფრაც და სადღესასწაულო კონცერტს გამართავენ ხელოვანები, რომლებმაც უარი თქვეს სამთავრობო კონცერტების ჰონორარებზე. ჩვენი ჟურნალისტი ნუცა კეკერია იმყოფება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე და გვეტყვის, როგორ ემზადება პოლიტიკური პროტესტის ეპიცენტრი ახალი წლის დღესასწაულისთვის. შეიძლება ითქვას, რომ აქ უკვე დაიწყო ჯადოსნური პროტესტის ღამე, მოქალაქეები იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე და კულმინაცია იქნება, რა თქმა უნდა, 12 საათი, როცა დადგება საქართველოში 2025 ახალი წელი. აი გაჩვენებთ ახლა რა ხდება რუსთაველის გამზირზე, თქვენ ხედავთ, რომ ჯერ მოძრაობა არ არის გადაკეტილი, აქ გროვდებიან ადამიანები, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ისევ პროტესტის ეპიცენტრში იდგნენ და აღნიშნონ ახალი წლის შემოსვლა ამ ქვეყანაში. ჩვენ საუბრობთ დღეს ცხადია აქ შეკრებილ მოქალაქეებთან, ყველა მათგანი ამბობს, რომ ახლა არ უნდა შეწყდეს პროტესტი, რადგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ წყდება ამ ქვეყანაში, როგორ გააგრძელებს საქართველოს განვითარებას და ასევე აქ შეკრების მთავარი მიზეზი არის ის, რომ 51 პოლიტპატიმარი ყავს ამ ქვეყანას, ივანიშვილის რეჟიმის ტყვეები ახლა იმყოფებიან ციხეში და ეს შეკრება აქ და პროტესტი ერთგვარად მათი მხარდაჭერაც იქნება, გამხნევება და ასევე უცვლელი მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და ახალი არჩევნები ჩაინიშნოს ამ ქვეყანაში. დღეს ვისმენდით, რომ ფაქტობრივად ერთი დიდი ოჯახი იდგება აქ რუსთაველის გამზირზე და საოჯახო ტრადიციაა ზუსტად, რომ ერთად შეხვდეს ყველა ახალ წელს. ეს ტრადიცია არ დაირღვევა აქაც და 34 დღის შემდეგ ისევ რუსთაველზე ერთად შეიკრიბებიან მოქალაქეები, იტყვიან ისევ მთავარ სათქმელს. ეს იქნება ცხადია დღესასწაული, რადგანაც ახალი წელი მოდის, თუმცა იქნება პროტესტის ღამე, ისევ უცვლელად ახალი არჩევნების მოთხოვნით და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებით. თბილისის გარდა საპროტესტო აქციები არის მთელი საქართველოს მასშტაბით და დღესაც აქ რუსთაველის გამზირზე ბევრი ღონისძიებაა სხვადასხვა დაგეგმილი 9 საათიდან 12 საათამდე იქნება არაერთი მსვლელობა აქ თბილისის ქუჩებში რუსთაველის გამზირს შემოუერთდებიან მოქალაქეები სხვადასხვა პროფესიული სფეროს წარმომადგენლები თბილისის სხვადასხვა ცენტრალური ქუჩებიდან და ერთად შეიკრიბებიან აქ ზუსტად 12 საათზე, რათა ერთად აღნიშნოს ყველამ ახალი წლის შემოსვლა და ცხადია მთავარი გზავნილებით დაისმება რუსთაველის გამზირზე ახალი არჩევნები და ტყვეების გათავისუფლება. მოკლედ, როგორ ემზადებიან პროტესტის ჯადოსნური ღამისთვის, რა არის აქ შეკრებილი მოქალაქეების სათქმელი ამ ისტორიულ და ძალიან მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ. ბოლო ერთი თვეა ამ ქუჩაზე ზოგადად ძალიან ბევრი დრო მაქვს გატარებული რა 2003 წლიდან მოყოლებული 2012 წელსაც და ასე შემდეგ. ეს რაც ხდება დღეს არის ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ესეთი ერთობა, ესეთი გააზრება სახელმწიფოებრიობის, მოქალაქეობრიობის მე პირადად აქამდე არ მინახავს და ეს ყველაფერი არის ის რაღაც, რაზეც აქამდე როგორც ადამიანი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ვოცნებობდი. და მოვიკითხო ყველა უკანონო დაპატიმრებული რეჟიმის პატიმრები, უსურვო მათ მხნეობა და სახლში მალე დაბრუნება. ბრძოლა გრძელდება. ჩვენ აქ ვართ, თქვენთან ერთად ვართ და არ გივიწყებთ. ჩვენ შევეცდებით კიდე ერთი ერთობის მაგალითი შევქმნათ. ეს არ არის პირველი და არ იქნება უკანასკნელი. ჩვენ ვაპირებთ, რომ საკუთარი ერთობა არ შევარყიოთ იქამდე და არც მას მერე, მაგრამ ვიდგეთ მტკიცედ ჩვენს მოთხოვნებზე იქამდე სანამ არ მივიღებთ. დღეს სახალხო ახალი წელია, ყველა ერთად ხვდებით, ყველა ვინც ვთვლით, რომ ჩვენი სახლი რუსთაველის პროსპექტია, ვინც ვთვლით, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ჩვენი მოწოდება იქნება, რომ თავი შევიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან, რადგანაც ეს საპროტესტო ღამეა, პროტესტია და ჩვენ უბრალოდ გამოვხატავთ ერთობას და გამოვხატავთ სოლიდარობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რეჟიმის ტყვეობაში არიან ახლა, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კარგავენ სამსახურებს. ეს არის ერთგვარი დემონსტრაცია, ისევ და ისევ, სადაც
ჩვენ ისევ ყველანი ერთად ვდგავართ რუსთაველის გამზირზე და ისევ იგივეს ვითხოვთ, რასაც ვითხოვდით აქამდე, პირველ რიგში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და მეორე რიგში აუცილებლად გამოუშვან რეჟიმის ყველა პატიმარი და ხო გავაცილებთ 2024 და 2025-დან დარწმუნებული ვარ, რომ სურვილები ასრულდება და ეს ჩვენი მოთხოვნებიც დაგვიკმაყოფილდება. ჯერა რომ საბოლოო ჯამში ყოველთვის ესია ხალხი იმარჯვებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს დაპირისპირებული ხელისუფლება ვერასდროს ვერ იგებს. შეიძლება რაღაცა პერიოდი გაგრძელდეს ესე, მაგრამ მე სამყაროს და ისტორიას თავის კანონზომიერებები აქვს და მე ამის ჯერა. თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ კანონზომიერებების იმედად, ამიტომ რაღაცეები ჩვენ თვითონ უნდა მოვიპოვოთ და მე მჯერა რომ აი ახლა როდესაც მოვიპოვეთ თავისუფლებას და მე ამ დემოკრატიას განვავითარებთ, ჩვენი ქვეყანა ისეთი ჭრელია, ისეთი ლამაზია, იმდენ კუთხე გვაქვს, ისეთი ეთნიკური შეჭრილი, ისეთი რელიგიური მრავალფეროვნება არის და იმდენარი განსხვავებული ადამიანია აქ. სწორედ ეს ხდის ამ აქციებს ძალიან მნიშვნელოვანს და საქართველოს ყოველთვის ცნობილი იყო თავისი სიჭრელით. აქაც ჭრელი საზოგადოება. რუსთაველის გამზირი მართლა გახდა უკვე ჩვენი სახლი, ყოველ საღამოს აქ ვართ და რუსთაველის გამზირი ეხლა გამოხატავს ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისთვის და ჩვენს ბრძოლას იდეალებისთვის. ჩვენი მეგობრები არიან დატყვევებულები და ცხადია ეს დღესასწაული არ იქნება ისეთი, როგორიც ყოველთვის არის ხოლმე. ნებისმიერ შემთხვევაში ქართულ საზოგადოებას უკვე პირი აქვს შეკრული, მე ამას ვხედავ ашკარად და ჩვენი კონსოლიდირება კიდევ გრძელდება. და აუცილებლად მივაგნებ გზებს, როგორ უნდა განვახორციელოთ ისეთი ზეწოლა ამ რეჟიმზე, რომ დათმონ, იმიტომ რომ ვერ შეძლებენ ისინი უკვე მართვას. არავითარი მორალური საფუძველი უკვე აღარ აქვთ, რომ მართონ ეს ქვეყანა. აქ არიან შეკრებილები მოქალაქეები იმისთვის, რომ ერთად აღნიშნონ ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე. ძალიან ბევრი ადამიანი უკვე მოსულია და ძალიან ბევრი ადამიანი კიდევ შემოუერთდება რუსთაველის გამზირს. აქ იმყოფებიან სხვადასხვა პროფესიის საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ერთი მთავარი სათქმელი აქვთ, რომ არ გაჩერდებიან, არ დაიღრებიან და ახლა გადამწყვეტ დროს იდგებიან ისევ რუსთაველის გამზირზე, ერთად შეხვდებიან ახალ წელს. მსახიობებთან, რეჟისორებთან, მომღერლებთან ერთად აქ დგანენ სასულიერო პირები. ერთ-ერთ მათგან ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ და თანხმდება ისიც საზოგადოების მთავარ მოსაზრებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეტაპი დგას ახლა საქართველოს ისტორიაში, ამიტომაც გადაწყვიტა მან, რომ სახლის ნაცვლად რუსთაველის გამზირზე ხალხთან ერთად იყოს. 66 წლის ამ წლების განმავლობაში უამრავ ჯერ ყოველ წელს ვესწრებოდი ხომ ახალ წელს, მაგრამ სახლის გარეთ, შენობის გარეთ არასოდეს არ ყოფილვარ. ახალ წლის ღამეს განსხვავებული არის ის ცვლილებები, რაც ჩვენში მთელ ერთში ხდება. მადლობა ღმერთს, რომ ხდება ეს. ნამდვილად განსხვავებულია ის, რაც ქართველ ერში ხდება, ერთობის მაგალითი, რომელიც ამ თითქმის თვეზე მეტია, რაც გვაჩვენა საქართველოს ყველა მოქალაქემ რუსთაველის გამზირზე პროტესტით უწყვეტად დგომით და დღესაც მთავარი გზავნილი აქედან რუსთაველის გამზირიდან იქნება სწორედ პოლიტიკური რეჟიმის პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნა და ასევე მათთვის მხარდაჭერის გამოხატვა. გლდანის ციხესთანაც იგეგმება სოლიდარობის აქცია და ნაწილი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებისა და მეგობრების შეხვდებიან ახალ წელს სწორედ გლდანის სასჯელ აღსრულების დაწესებულებასთან, თუმცა პოლიტიკური ტყვეების ოჯახის წევრების ნაწილი დგას რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ვესაუბრეთ ზვია ცეცხლაძის, დაფიონის დამფუძნებლის, ასევე პოლიტიკური ტყვის ოჯახის წევრებს, რომლებიც ამბობენ, რომ 2025 წელი ეს უნდა იყოს გამარჯვების წელი, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური ტყვეები და ცხადზე ცხადია ეს ერთობა აჩვენებს იმას, რომ რეჟიმი ამ ქვეყანაში ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების დამარცხდება და ეს ქვეყანა აუცილებლად იქნება გამარჯვებული. მინდა კარგი სურვილები ჩაუფიქრო საქართველოს და პოლიტპატიმრებს. ღმერთით ყველაფერი კარგად იქნება. თლად იმედგაცრუებული ნამდვილად არ ვარ. ყველა ეს ნაბიჯი შედეგს გამოიღებს და
ჩემს შვილს და იმ ახალგაზრდებს კარგ ახალ წელს ვუსურვებ 2025-ში თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. პროტესტნარევი ახალი წელია. სიმართლე გითხრათ, დიდ უმრავლესობას ქვეყნისას არის დღესასწაულება, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო თვეებში განსაკუთრებით ძალიან ბევრი ცუდი რამ გადახდა ჩვენს ქვეყანას. ქვეყანა არის ისტორიულ გასაყარზე, ან გადავწყვეტთ და ვივლით ევროპის გზით, ან ვერ მივაღწევთ ჩვენს უმთავრეს მიზანს. აი ხა მე თქვენ გაჩვენებთ როგორი ვითარებაა რუსთაველის გამზირზე, აქ უკვე ტროტუარი ფაქტობრივად შევსებულია და მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხი ისევ გროვდება. რუსთაველის გამზირი იქნება დღეს პროტესტის მთავარი ეპიცენტრი. აქ სხვადასხვა ჯგუფები, მუსიკალური ჯგუფები მოვლენ, შემოუერთდებიან საპროტესტო აქციას. არ იქნება სცენა, როგორც გვითხრეს ჩვენ აქციის ორგანიზატორებმა, იქნებიან მუსიკალური ჯგუფები სხვადასხვა ლოკაციაზე წარმოდგენილი თავიანთი რეპერტუარით, ცხადია. ასევე აქ რამდენიმე სივრცე მოეწყობა იმისათვის, რომ მოქალაქეებმა, პროტესტით შეკრებილმა ადამიანებმა აღნიშნონ ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე. ძალიან ბევრი მოქალაქე აპირებს მოსვლას რუსთაველის გამზირზე, როგორც უკვე ითქვა, როგორც უკვე ვიცით, რამდენიმე მსვლელობის შესახებ გითხარით, რომელიც გაერთიანდება საბოლოო ჯამში რუსთაველის გამზირზე. მთავარი სათქმელი არის უცვლელი, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, რომ რეჟიმის ტყვეები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ. დღეს ამბობდნენ აქ რუსთაველის გამზირზე, რომ ეს არის ძალიან ისტორიული დღე, არ ახსოვს საქართველოს ისტორიას მსგავსი ერთობის დღე, ახალი წელი რუსთაველის გამზირზე. ძალიან ბევრმა მოქალაქემ გადაწყვიტა, რომ სახლის ნაცვლად სწორედ აქ ცენტრალურ გამზირზე აღნიშნოს 2025 წლის შემოსვლა, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად გამარჯვების წელი და აუცილებლად უნდა იყოს ამ ქვეყნის ევროპული განვითარების წელი. ასეთი არის აქ განწყობაც და ცხადია, რომ ჯერ მხოლოდ სამზადისი არის დაწყებული რუსთაველის გამზირზე. ძალიან მალე, როცა დაიწყება მსვლელობები, გადაიკეტება გზის სავალი ნაწილით, მოქალაქეები ერთად აპირებენ აღნიშნონ ახალი წელი და როგორც აქციის ორგანიზატორები ჩვენ გვეუბნებიან, ძალიან ბევრი სიურპრიზი ელით დღეს ახალი წლის ჯადოსნურ საპროტესტო ღამეს აქ რუსთაველის გამზირზე მოსულ მოქალაქეებს. მნიშვნელოვანი იქნება ის ღონისძიებებიც, რომელიც იგეგმება იმ მუსიკალურმა ჯგუფებმა, ვინც პროტესტის გამო უარი თქვა ქალაქის მერიის ორგანიზებულ ღონისძიებებში მიეღო მონაწილეობა, მოვლენ რუსთაველის გამზირზე და შეასრულებენ წარმოადგენენ თავის რეპერტუარს, როგორც ასევე ვიცით, გარკვეული ანსამბლებიც იქნება აქ წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ აქციის ორგანიზატორები გვეუბნებიან, რომ ნაწილი სიურპრიზად უნდა დარჩეს და გვიან ღამემდე ამ ყველაფერს ვერ გავიგებთ. 11-ის ნახევარზე დაიწყება რამდენიმე მსვლელობა, ერთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თესეუს მიმდებარე ტერიტორიიდან შემოუერთდებიან მოქალაქეები, აქ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს, ასევე რესპუბლიკის მოედნიდან, თითქმის თავისუფლების მოედნამდე იქნება ჯადოსნური ღამის აღსანიშნავი ღონისძიებები, რომელშიც მიიღებენ ცხადია მოქალაქეები მონაწილეობას და ისმენდით თქვენ რა იყო მთავარი სათქმელი მათი, რითი არის განსხვავებული ეს დღე. ამ დღემ აჩვენა კიდევ ერთხელ ერთობა ქართველი ხალხის და აჩვენა, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს დასახულ მიზანს გადაუხვიოს. ცხადია, 74 დღის მთავარი გზავნილი ახალი არჩევნების მოთხოვნა იყო, რატომღაც არალეგიტიმური ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ ახალი წლის ღამეს მაინც აქ არ იქნებოდა პროტესტით შეკრებილი მოქალაქეების დიდი ერთობა, თუმცა მთავარი და გადამწყვეტ დრომდე 12 საათამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და აქ უკვე ძალიან ბევრი მოქალაქეა შეკრებილი, რომლებიც ერთად შეხვდებიან 2025 წლის შემოსვლას საქართველოში.